იმ ცვლილებიდან, რომლებმაც უკვე ფეხბურთს თავი დაანებეს, რომელს გავხარ ყველაზე მეტად. მოულოდნელად 6 თვიანი უქმობის შემდეგ დაახლოებით 1 მილიონად გამყიდეს, მაინტერესებს იმ მომენტში გონებაში რაიმე კონკრეტული აზრი გიტრიალებდა თუ ეს უბრალოდ წმინდა ემოციას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, იმ თამაშის მეორე ტაიმში ავტოგოლი გავიტანე. შენზე ფილმი რომ გადაიღო, შენს როლს ვინ ითამაშებდა? Ciao Ricardo. Ciao. მოდი პირველი შეკითხვით დავიწყოთ. როგორ ხარ ამჟამად ცხოვრების ამ ეტაპზე? რა სხვაობებია იტალიასა და ინგლისში ცხოვრებას შორის? თავს ძალიან კარგად გვრძნობ. ვფიქრობ, გამორჩეულად კარგად გავიარე ადაპტაცია ინგლისურ ცხოვრების წესთან. რა თქმა უნდა, არსებობს სირთულეებიც. მაგალითად, პირველი რაც მახსენდება, ეს ცალსახად ამინდია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება იტალიისგან. აქ სულ ცივა და ღრუბლიანია. თუმცა კლუბში ჩემი თანაგუნდელები თავიდანვე ძალიან დამეხმარნენ და ამიტომ ამ მომენტში თავს მშვენივრად გვრძნობ. ძალიან კარგი. მოდი დავუბრუნდეთ შენი საფეხბურთო კარიერის პირველ დღეებს. 16 წლის ასაკში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღე. მაინტერესებს, რა დაგეხმარა ამ რთული დაბრკოლების გადალახვაში და როგორ განიმტკიცე მენტალობა. დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მომენტმა მენტალურად ძალიან შემცვალა. ტრავმის შემდეგ სრულიად სხვაგვარად ფიქრი დავიწყე. ალბათ გამიმართლა იმაში, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. როგორც შენ თქვი, 16 წლის გახლდით. და მაშინ ჯერ სრულად ვერ ვიაზრებდი სინამდვილეში რასთან მქონდა საქმე. როგორც აღნიშნე, ტრავმა ძალიან მძიმე იყო. და ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თუმცა მუდმივად დაბრუნებაზე და კვლავინდებურად თამაშზე ვფიქრობდი. არადა თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ საერთოდ ვეღარ ვითამაშებდი, თუმცა მიზნად მუდმივად ის მქონდა, რომ დაბრუნებულიყავი იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე და როცა ეს შევძალი ძალიან გავეხარე. როგორც ვიცი, მაგ პერიოდში ძალიან დაგეხმარა დანიელე დე როსი. დიახ, ასე იყო. დღემდე არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ძალიან დამეხმარა და შემდეგ ახლო მეგობრები გავხდით. შვენიერი. შემდეგ გადახვედი ბაზელში და უფრო ხშირად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში დაიწყე. ჩემი შეკითხვა ასეთია: რა განასხვავებს რიკარდო კალაფიორის, რომელიც მარცხენა მცველად თამაშობდა, რიკარდო კალაფიორისგან, რომელიც ცენტრალურ მცველად თამაშობს? რა არის ამ ორ შორის მთავარი განსხვავება? პოზიცია და სათამაშო როლი. ის თუ რისი კეთება გიწევს როგორც ცენტრალურ თუ მარცხენა მცველს. თუმცა სხვაობა არის მწვრთნელის შეხედულებებშიც. მნიშვნელოვანია საცურს მას რომ ითამაშო, ცენტრალური თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ამ მომენტში მე კმაყოფილი ვარ პოზიციით, სადაც ვთამაშობ და ჩემთვის მარცხენა ფლანგზე ყოფნა საკმაოდ კომფორტულია. ეს არ გახლავთ კლასიკური მარცხენა მცველის პოზიცია. უფრო ხშირად მიწევს შიგნით შეწევა, ნახევარმცველივით თამაში და ხშირად ვეხები ბურთს. შესაბამისად, უფრო აქტიურად ვარ ჩართული თამაში და მე ეს მომწონს. თუმცა, მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში, სადაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ, ცენტრალურ მცველად ვირჯები. და ამ პოზიციაზეც თავს მშვენივრად გვრძნობ. ორივეგან კარგად ვარ. შენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა სეზონი, როდესაც ბოლონიაში ცენტრალურ მცველად ითამაშე. მაინტერესებს, რა შეიცვალა შენთვის ბოლო სეზონში? მიზეზი მენტალობა ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო თუ უფრო მეტად საფეხბურთო ცოდნა, უნარები თუ ფიზიკურობა? ვფიქრობ, ცოტა ყველაფერი იყო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მენტალობა მითამაშა. ძალიან შევიცვალე და ეს ჩემი პირველი სეზონი იყო, რომელშიც მიჯრით 30 თამაში ჩავატარე და შემეძლო სტაბილურად ყოველ მომდევნო მატჩში უკეთ მეთამაშა. გარდა ამისა, ნამდვილად გამიმართლა, რადგან ყავდა მწვრთნელი, რომელიც ძალიან მენდობოდა და თავისუფლებას მაძლევდა მინდორზე, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. შესაბამისად, მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე შემეძლო გადაადგილება და ეს ძალიან მახარებდა. ახლა შენი მწვრთნელი მიკელ არტეტაა. როგორია მასთან მუშაობა? რამდენად იმოქმედა მისმა სამწვრთნელო სტილმა შენს პერსონალურ განვითარებაზე?
აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ფიქრობდი, ჩემი განვითარებისა და ახალ დონეზე ასვლისთვის ეს საუკეთესო ადგილი იყო. ახლა კი 6 თვის თავზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ ყოველდღიურად უკეთესი ვხდები და ვითარდები. ამას თავადაც ნახავდით. ჩემი მიზანია აქ დავრჩე. განვითარდე და ახალ დონეზე ავიდე. ფიქრობ, წინ კარგად მივიწევ და ყველაფერი რიქსია. შენ ცნობილი ხარ, როგორც გამორჩეულად შემტევი მცველი. გითხარი, სად უფრო რთულია შეტევა, სერია-ში თუ პრემიერ-ლიგაში? არ ვიცი. ეს ორი სხვადასხვა ლიგაა. რომელიმე სამორჩევა რთულია. რა განასხვავებს მათ? პირველ რიგში ინტენსიურობა, სივრცეები და დრო. აქ სერიასთან შედარებით მცირეა. თუმცა ამავდროულად სერიაში ტაქტიკურად უფრო მეტი სირთულეა და გოლის გატანაც უფრო რთულია. ეს ორი სხვადასხვა ლიგაა. თუმცა ბუნებრივია, აქ ფიზიკურობის ასპექტი გაცილებით მნიშვნელოვანია. კეთილი. ევროს დროს ხშირად გადარებდნენ მალდინის ნესტას და სხვა იტალიელ ლეგენდებს. თავად როგორ ფიქრობ? იმ მცველებიდან, რომლებმაც უკვე ფეხბურთს თავი დაანებეს, რომელს გავხარ ყველაზე მეტად? არ ვიცი. ერთს ვერ დავასახელებ. ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. და არ მინდა რომ საკუთარი თავი მაჩევადარო, რადგან ისინი ლეგენდები არიან და მე ჯერ არა. თუმცა რა თქმა უნდა, მსურს განვითარდე და ვისწავლო როგორც მათგან, ასევე ყველასგან, ვისთან ერთადაც ვარჯიშობ. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს მათი მსგავსი ვიქნები. თუმცა ამჟამად ამის გამო წნეხის ქვეშ არ ვარ. არ მინდა რომ საკუთარი თავი მაჩევადარო. ჩემი აზრით სწორ გზაზე ვიყავ. ხორვატიასთან შეხვედრაში შენ გმირი იყავი. მახსოვს, როდესაც იმ მომენტის შემდეგ მინდორზე იწექი და ეს საყურებლად ჩემთვის ემოციური იყო. მაინტერესებს იმ მომენტში გონებაში რაიმე კონკრეტული აზრი გიტრიალებდა თუ ეს უბრალოდ წმინდა ემოციას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, იმ მომენტში ძალიან ემოციური ვიყავი. რადგან შთამბეჭდავი და დაუჯერებელი რაღაც მოხდა. თუმცა ჩემი ფიქრები უფრო წინა მატჩისკენ იყო მიმართული, რომელიც ესპანეთთან გავმართეთ. რადგან იმ შეხვედრაში ძალიან კარგად ვიასპარეზე, მაგრამ სამწუხაროდ იმ თამაშის მეორე ტაიმში ავტოგოლი გავიტანე და საბოლოოდ ის გოლი მარცხის ფასად დაგვიჯდა. მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ გაბრაზებული არ ვიყავი. ჯეროდა რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს გავაკეთებდი, რადგან იმ ავტოგოლთან დაკავშირებით ჩემი რეაქცია ყველამ ნახა და მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჩემი ეროვნული ნაკრებისთვის რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის გაკეთება შემეძლო. საბოლოოდ ასეც მოხდა და გონებაში სწორედ ეს აზრები მიტრიალებდა. ჩემი აზრით, შენ ეს საუკეთესო შესაძლო გზით გააკეთე. სავარაუდოდ ბავშვობაში წარმოიდგენდი, რომ უმაღლეს დონეს მიაღწევდი. ახლა შენ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშობ და სკვადრა აძურას ლიდერი ხარ. როგორ შეედრება არსებული რეალობა შენს ბავშვობის ოცნებას? არ ვიცი. ჩემი აზრით, შენი ცხოვრებისეული ოცნებები ხშირად იცვლება. რადგან ბავშვობაში გინდა რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იყო. შემდეგ კი აცნობიერებ თუ რაოდენ რთულია ეს. შესაძლოა ტრავმა მიიღო, ან კიდევ იყო მომენტი, როდესაც ბაზელში ვთამაშობდი და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მჯეროდა ამ დონის მიღწევა შემეძლო, ეს მარტივი არ გახლდათ, რადგან ფეხბურთში ყველაფერი მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული. ის ჩოგბურთს არ გავს, სადაც შეგიძლია ყველა თამაში მოიგო და საუკეთესო გახდა. აქ მნიშვნელოვანია როგორც შესაძლებლობები, ასევე მწვრთნელები. ჩემი აზრით, უკანასკნელ პერიოდში მწვრთნელების კუთხით ძალიან გამიმართლა. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და რა თქმა უნდა, მეც 100%-ით ვიხარჯები, რამაც აქ გადმოსვლის შანსი მომცა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ოცნებები იცვლება. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, რადგან რაღაც მომენტში უფრო ნაკლებს ვიმედოვნებდი. ახლა აქ ვარ და არსენალის რიგებში ვთამაშობ. რას ფიქრობ ჩრდილო ლონდონური დერბის მნიშვნელობაზე და რა განცდას გიქმნის ის ატმოსფერო, რომელიც ამ პაექრობის გარშემო არსებობს? უბრალოდ ამ მატჩის თამაში მსურს და მე მას მოუთმენლად ველოდები. რაც შეეხება ატმოსფეროს, ის დაუჯერებელია. ჩემი აზრით, ეს ლონდონის უდიდესი დერბია.
და მასში მონაწილეობა ძალიან მინდა. არსებობს რაიმე საინტერესო უჩვეულო ან მოულოდნელი შთაგონების წყარო, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რამაც ფეხბურთისადმი შენს მიდგომაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ნებისმიერი რამ, რაც შენთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. არა, ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მე მრავალი შთაგონების წყარო მაქვს და მის მიღებას ყველასგან და ყველაფრისგან ვცდილობ. შესაბამისად, ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი. შეგიძლია ტრამვის გარდა შენი კარიერის გარდამტეხი მომენტი გაიხსენო და ვინ ან რა დაგეხმარა იმ სიტუაციაში. თუ კი ასეთი რამ შენს კარიერაში ყოფილა, მაგალითად, ყველაზე რთული პერიოდი. ჩემი აზრით, ჩემი კარიერის ყველაზე რთულ მომენტს ბაზელის შემადგენლობაში თამაშის საწყისი პერიოდი წარმოადგენდა, რადგან ერთი წლით ადრე იტალიური ფეხბურთის პერსპექტიული მოთამაშე ვიყავი და შემდეგ მოულოდნელად 6 თვიანი უქმობის შემდეგ დაახლოებით 1 მილიონად გამყიდეს და ამის გადატანა მარტივი არ გახდათ. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად შემცვალა და ჩემი კარიერის უმდაბლესი წერტილი სწორედ ეს იყო. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ამ გადასახედიდან იმავე გზის გავლას ვისურვებ, რადგან ამ მოგზაურობის გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი. შესაბამისად მე ეს მომწონს. კარგი. ინტერვიუს უკანასკნელ ნაწილზე გადავიდეთ. სწრაფ შეკითხვებს დაგისვამ და მოკლე პასუხები გამეცი. ძალიან მარტივი შეკითხვებია. რომელ სოციალურ მედიას იყენებ ყველაზე ხშირად? ამ მომენტში? TikTok-ს. რომელ სატელევიზიო შოუს უყურებ ახლა? არაფერს უყურებ. ადამიანები რომში უკეთესად იცვამენ თუ ლონდონში? ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ლონდონი უფრო გონება გახსნილია ვიდრე რომი. აქ თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. Screen saver-ზე რა გიყენია? როდესაც მალდივებზე ვიყავი, ზღვის ფოტო გადავიღე და ეგ. კარგი. შენზე ფილმი რომ გადაიღო, შენს როლს ვინ ითამაშებდა? არ ვიცი. ლაიამ ნილსონი. უკანასკნელი შეკითხვა. UK rock თუ UK drill? არ ვიცი. გააჩნია რას გულისხმობ როკში. ალტერნატიულ მუსიკას. არ ვიცი. UK drill-ს ვიტყოდი. კარგი, მადლობა. შენთან საუბარი სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც.